გამარჯობა, გაგი ნარტყვიშვილი, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი. მადლობა შენი დროისთვის და ცხადია გვაინტერესებს რას წარმოადგენს მოხალისეობრივი ორგანიზაცია 21 საუკუნეში. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხა ისტორიულად ქონდა ამისი გამოცდილება მუდამ და მოხალისეებზე იდგა საქართველოს უსაფრთხოება და მათი როლი სხვადასხვა ომებში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როგორი არის დღეს 21 საუკუნეში ეს როლი, რა დატვირთვა აქვს და რა ფუნქცია? მადლობა გიორგი. 21 საუკუნეში, ისე როგორც წინა საუკუნეში, საქართველოსთვის მოხალისეთა არსებობა იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი თავდაცვის საქმეში. ჯერ კიდევ წინ გასულ საუკუნეში, პირველი რესპუბლიკის დროს არსებობდა სახალხო გვარდია, ფაქტიურად პირველი ქართული სამოხალისეო ელემენტი, შეღებული ძალების, რომელიც უბრალოდ თავდაცვის ზოგადად, რომლის როლიც მაშინ იყო უდიდესი საზოგადოებაში. შემდეგ უკვე 90-იანებში რა თქმა უნდა არსებობდა მოხალისეთა სხვა ერთეულები, მაშინ რა თქმა უნდა ჯერ კიდევ არ იყო ისე სტრუქტურულად ჩამოყალიბებული, მაგრამ აი უკვე 21 საუკუნეში საქართველოში შეინიშნება მაგისი კარგი, ასე ვთქვათ, ტენდენციები, რომ გაიმართოს და თავდაცვასთან ერთად მოხერხდეს ასე ჩამოყალიბებული მოხალისეთა ძალების არსებობა. ზოგადად ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთში, იგივე უკრაინაში მოხალისეების კომპონენტი და ზოგადად წილი თავდაცვაში არის განუსაზღვრელად ძლიერი. ასე იგი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, რომლის შემადგენლიც არის შესაბამისად ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც ქმნიან მოხალისეთა რაზმებს, არის კოლოსალურად დიდი. ასე რომ საქართველოს ფაქტობრივად არც გააჩნია რამე არჩევანი იმასთან დაკავშირებით ქონდეს თუ არა საერთოდ მოხალისეებთან რამე თავში ნეგატიური განწყობა. პირიქით, იმიტომ რომ მოხალისეთა სამოქალაქო აქტივობა უზრუნველყოფს ზუსტად კრიზისის, საომარი კრიზისი იქნება ეს თუ სხვა კრიზისი, ქვეყანაში შეინარჩუნოს კანონი, სტაბილურობა და დაიცვას სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა ზოგადად. გაგი, როგორი არის მაგალითად მაგალითები, რომელი ქვეყნების მაგალითები შეგიძლია გაგვიზიარო ამ მიმართულებით და აი დღეს გამოვკვეთოთ მათი როლი რა. კეთილი. უფრო ევროპულს გამოვკვეთავდი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბოლო დროს სირიის მაგალითად საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამაზე ხშირად არ საუბრობენ, საქართველოში ცნობა დავიწყო, მაგრამ სირია არ არის თითქოს ჩვენთან ბმაში. მაგრამ სირიის კომპონენტიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, აი ბოლო პროცესებში მოხალისეების რაზმები ძალიან დიდი როლი ითამაშეს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, უკრაინა თანამედროვე ომის ევროპაში, ამ ხელმოშლების ომში, ზუსტად 2014 წლიდანაც დღემდე მოხალისეების როლი თავდაცვაში, მათ შორის სწრაფ რეაგირებაში, იმიტომ რომ როგორც იცით, მოხალისის თავარი ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ის არის მას არ ჭირდება 24 საათი და ასე შემდეგ სადღაც მოშორებით ყოფნა სახლიდან. ის არის მუდამ სახლში და ის თავისი მოხალისეების კომპონენტი, სტრუქტურა, ყველაფერი აქვს სახლში. ეს აღმოსავლეთ უკრაინაში გამოჩნდა ძალიან კარგად, როდესაც დრო არ იკარგებოდა მაგალითად რაზმების გადასროლაში და ასე შემდეგ. ეს მოხალისეები უკვე არსებობდნენ იმ ქალაქებში, რომლებზეც ხორციელდებოდა შეტევა. ამასთან ერთად ნატოს რო შევეხოთ, ბალტიისპირეთის ქვეყნები არის საუკეთესო მაგალითი და ჩვენც მეტწილად მათ მოდელზე ვართ, ასე ვთქვათ, დაფუძნებული. რომელი ქვეყნის? ლიეტუვის მოდელი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იმიტომ რომ მაგალითად ბევრი საუბარი არა ხოლმე საქართველოში არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში მათ შორის და ხო არ შეგიძლია დაგვიხასიათო აი მაგალითად რა? კი, იმას ვიტყვი რომ ჩვენი მოდელი ძალიან ბევრ ამას იზიარებს ლიეტუვისგან და ლიეტუვამ ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მათ შორის ოკუპაციის შემდეგაც აი უკვე ამერიკაში როდესაც წავიდა მათი მოსახლეობა, ჯერ კიდევ იქ შეინარჩუნეს, ანუ საბჭოთა ოკუპაციის დროს მთელი ეს მოხალისეთა აი პარტიზანების და
ამ ტყის საძმოს შემდეგ მთელი ეს სტრუქტურები გადავიდა ამერიკაში, იმიტომ რომ ვეღარ გრძელდებოდა საბჭოთა კავშირის დროს. და ზუსტად მაგ ხალხმა შემოინახა, ასე ვთქვათ, ისტორია 40-იანი წლების და 30-იანი წლების ბრძოლების და თანამედროვეობაში უკვე ისეთი პოპულარულია მე როცა მაქონდა შეხება მათთან და რომ ინტერესდები, ჩვეულებრივი მოხალისეობა იმდენად პოპულარულია, იმიტომ რომ ძალიან კავშირში არის სპორტთან, ჯანმრთელობასთან, პლუს ეკონომიკურად, რა თქმა უნდა, თავი ეკონომიკური მაჩვენებელია, ძალიან წინ მიდიან და ხვდებიან, რომ ეს არის ყველაზე მაგარი პერიოდი, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნის ცხოვრების შესაბამისად. თავდაცვასთან მოხალისეები არიან, აი ძალიან დადებით კონტექსტში და პრესტიჟულობითაც ძალიან მაღალ დონეზე არის. ამ პატარა ქვეყანაში ლიეტუვის მსროლელთა კავშირი, რომელიც არის ერთადერთი ორგანიზაცია ლიეტუვაში, რომელიც არის მოხალისეობის, ასე ვთქვათ, ლოკომოტივი, არის მართლაც მოწოდების დონეზე ყველაფრით. როგორც ბავშვების მოზადებით, ანუ -18-ების კომპონენტით, ასევე +18-ებით და იქაც არ აქვს ზღვარი, შენ სანამ ადამიანი ცოცხალი ხარ მის ნაწილი და შენი როლი გაქვს. ანუ არის მრავალი კომპონენტი, არის საომარი კომპონენტი, ანუ კომბატანტის კომპონენტი, არის სხვა არანაკლები მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც სამედიცინო, საინჟინრო და ასე შემდეგ. და ამ ხრივ არიან ტოპ ლეველზე. მოხალისეობის მთავარი ხიბლი რა არის? მოხალისეობის მთავარი ხიბლი არის ის, რომ ამ საუკუნეში, აი ამ ასე ვთქვათ, ხა სადაც ვართ, ადამიანს აქვს ძალიან ბევრი არჩევანი. ადამიანს აქვს ძალიან ბევრი, მათ შორის საქმე. მუდამ დაკავებულია და აი ეს მოხალისეობა თვითონ ეს სამხედრო სულისკვეთება ადამიანში დევს, ვთქვათ, დნმ-ის მის შინაგანი ნაწილია. კი, აქ მით უმეტეს, როდესაც საუბარია რუსეთის საზღვრთან მოსახლე სახელმწიფოებთან. შესაბამისად, ეს ამის გამოვლინება მოხდა მოხალისეობაში, რადგან არ არის აუცილებელი თანამედროვეობაში, რომ დღე და ღამე დოშოთთან პარასკევამდე იყო ყაზარმაში, ასე შემდეგ, ანუ ეს არის სამხედრო კომპონენტი, მაგრამ ამის გარდა აი თანამედროვეობაში გაქვს ის, ასე ვთქვათ, აუცილებლობა, რომ შენ როგორც რიგითმა ადამიანმა ნებისმიერ სფეროს წარმომადგენელმა შენ იქნები ექიმი, იურისტი, ვიცი, მუშა, თუმცა უნდა იყო შენი ეს შინაგანი დამოკიდებულება რაც არის, აუცილებლად უნდა გამოიტანო და შენ რაც იცი, ანუ სამედიცინო კომპონენტის გარშე არ აუცილებელი რომ სამედიცინო ხრივ შენ მაინც ჯარში იყო. შენი ცოდნით შეგიძლია რომ ომის დროს დაეხმარო და ამაში გეხმარება სამოხალისეო ორგანიზაციები, ამის გაერთიანება, რომელსაც არ ჭირდება არც დიდი ფინანსები, არ ჭირდება არც ბევრი რესურსი, ხო, საერთოდ არ ჭირდება, იმიტომ რომ თვით ორგანიზებაზე არის ეს დაფუძნებული. ანუ ლიდერშიპი ყველაფერი მოდის პიროვნებებიდან. ანუ ამას არ ჭირდება რაღაც დიდი ინსტიტუციები და ასე შემდეგ, ამას ჭირდება უბრალოდ გარკვეული სამეთაურო რგოლების არსებობა, რომელსაც აქვს ნება, რომ უბრალოდ შეიკრიბონ. შეკრებები არის, რა თქმა უნდა, პირველი და იმის გარდა, რომ ბავშვად იყოს სხვადასხვა გართობითი და კულტურული შეკრება, საქართველოში უკვე არსებობს დაიწყო ეს მოძრაობა, რომ ადამიანები შეიკრიბონ იმისთვის, რომ განავითარონ საკუთარი თავი თავდაცვის კუთხით. იგივე ეს იქნება მაგათად სროლა, ლაშქრობები და ასე შემდეგ. ეს კომპონენტი უკვე ფაქტიურად რელსებზე დგას და მოდი რახან საქართველოს ვსაუბრობთ, ვისაუბროთ, მოგვიყევი იმის თაობაზე, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი საქართველოში. უფრო ჩავშალოთ, ანუ სროლაც და სხვა შეკრებებიც და ასე შემდეგ. საქართველოს ჩვენს მაგალითზე ვიტყვი, ჩვენი ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2007 წლიდან არსებობს, 2007 წლიდან დაიწყო ეს იდეა და ჩვენი ლიდერშიპი ვინც არის, ნახევარი იყო სამხედრო, ანუ ოფიცრები, რომელიც აღარ იყვნენ მაშინ ჯარში და ნახევარი იყო უბრალოდ სამოქალაქო ადამიანები, ანუ რომელთაც არ ქონიათ სამხედრო, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდი,
სამსახურის. ანუ საქართველოში როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? საქართველოში უკვე თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, რომ ეს ჩვენი მოხალისეობის კომპონენტი, მაგალითად ლეგიონის ვარიანტი, მასში პირდაპირ ყოფილიყო თავდაცვასთან, ანუ თავდაცვას რაც ეკნებოდა პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც გაატარებდა, ჩვენც ყოფილიყავით მაგის მხარდამჭერი, როგორც სამოქალაქოები. ყველაფერი ნორმალურად მიდის, ანუ თავდაცვასთან რაც აქვთ, თუნდაც სწავლებები, მათ შორის საერთაშორისო სწავლებები, ყოველთვის არის საჭირო მოხალისის კომპონენტი, ანუ სულ ნულიდან რო ავიღოთ, მაგალითად ადამიანი არის საჭირო, რომ რაღაც გააკეთოს გარკვეულ სწავლებაში, ხო? იქაც კი მონაწილეობს მაგალითად ლეგიონერი. თუ არის საჭირო მაგალითად რაღაც უფრო ასე ვთქვათ, advanced საფეხური არის, იქაც მონაწილეობს. არის მაგალითად საინჟინრო კომპონენტი, იქაც მონაწილეობს. ანუ მათთვის, როგორც ჯარისთვის, ეს ფინანსებთანაც ნაკლებად დანახარჯიანი არის და რეალურად მხოლოდ არის დაფუძნებული საერთო თავდაცვის განვითარებაზე და შესაბამისად მათ ეს მოსწონთ, ხედავენ რომ ტენდენციად მithundas ხა ვერ გამოვაკლდებით ხო სოფლიოს ტენდენციებს, ხედავენ რომ მოხალისის გარეშე ისინი დაკარგავენ ძალიან დიდ დასაყრდენს საზოგადოებაში, ამ ჩვეულებრივ ადამიანებში, რომლებიც ასე ქუჩაში დადიან და ამას კარგად ხედავენ, არის ნაბიჯები იდგმება, მათ შორის მოხალისის სიპი შეიქმნა, თავის მოხალისის სიპი, რომელიც ეხლა იწყებს, ეხლა დგავს პირველ ნაბიჯებს და გვაქვს დიდი გეგმები მათთან ერთად, რომ მაქსიმალურად ლეგალურ ჩარჩოებში წავიდეთ წინ და მათ შორის მოხალისეობა არ იქცეს რაღაც უარყოფით განწყობას არ იწოდეს სახელმწიფოს, იმიტომ რომ 90-იანებიდან გამომდინარე ცოტა იყო ეს მომენტი. უკონტროლო მოხალისეობრივი საქმიანობები იყო და მაგრამ ეხლა უკვე აღარ არის ეს საფრთხე და მაგაში მოდი კიდე დავაკონკრეტოთ, ანუ ასაკობრივი ჯგუფები ახსენე და რაღაც პროფესიული მიმართულებები ახსენე, ხო? ანუ ალბათ მე მედიკოსები ყავთ, იმათ თავიანთი ფუნქციები აქვს, რაღაც დახმარებები კეთდება და ნუ სხვა მიმართულება, აი მაგაზე თუ შეგიძლია რაღაცა ინფორმაციის გაზიარება, რომ ანდრა ხდება. კი, ჩავალ უფრო სიღრმეში, ჩვენ ასე ვაკეთებთ როგორც ორგანიზაცია. ჩვენ ასაკობრივი ჯგუფები გვაქვს ორი, როგორც დასავლეთში, მაგალითად იგივე ბალტიისპირეთში ეგრე არის. არიან 18 წლამდელები, არიან 18 წლის ზევით, ახლა 65 წლამდე, ხა 65 55 წლის წევრი ყავს ყველაზე ხანდაზმული, ხო, ალბათ 65-ის და 80-ის გვეყოლებოდეს, მაგრამ ჯერჯერობით ესე. არის, როგორც თქვი, -18-ები, რომელიც ფაქტიურად რომელსაც ყურადღებას ფაქტიურად არავინ არ აქცევდა წლების წინ და არც არავინ არ ინტერესდებოდა, იმიტომ რომ ბავშვებთან ურთიერთობა ყველა ერიდებოდა. არა და მარტივი არ არის ბავშვებთან ურთიერთობა. კი, არ არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რადგან ქვევიდან უნდა წამოვიდეს, ზუსტად 10-12-13 წლიდან უნდა წამოვიდეს მომავალი თუნდაც სამხედრო და სამოქალაქო ელიტა. იმიტომ რომ თუ არ მიაქცია ყურადღება 25-ის და 30 წლის ბავშვი ადამიანის შეცვლა აღარ გამოდის. შესაბამისად, ჩვენ დავისახეთ ჩვენმა ხელმძღვანელობამ, რომ აი 15 წლიდან ადამიანებში ჩაგვედო ზუსტად ის პატრიოტული სულისკვეთება, რაც აკლია პრინციპში ამ ჩვენს ატმოსფეროს, რაც გარშემო ხდება, ანუ სახელმწიფოებრივ აზროვნება, სამხედრო საქმის სიყვარული. არ არის აუცილებელი, რომ ის შემდეგში გამოვიდეს ჯარისკაცი ან ოფიცერი, უბრალოდ იყოს ეს ქვეყანა შეუყვარდეს უბრალოდ, ეს იყო მთავარი. განმორჩილი იყოს, ქვეყანა უყვარდეს და როცა საჭიროა, გარისკოს კიდევაც რა, ყველაზე ძვირფას, იმიტომ რომ ისე სამწუხაროდ არ გამოგვივა. არც ერთ ქვეყანას არ გამოსვლია, რომ ესე ანუ უფასოდ არ გამოდის არაფერი და ესე ვთქვი. რაც შეეხება +18-ების კომპონენტს, აქ უკვე უფრო სერიოზული სწავლებები არის ხოლმე. ყველა ადამიანს ჩვენთან არის, ამ შეუძლია კურსი გაიაროს, შეიძლება ეხაც კურსი გამოვაცხადეთ. შეუძლია კურსი გაიაროს და შემდეგში უკვე განვითარება არის მინიმუმ 50% მასზე. ანუ მას თუ აქვს სურვილი განავითაროს საკუთარი თავი, თუნდაც მაგალითად ავიღოთ დრონები.
თანამედროვეობაში თანამედროვე სამყარო და ომი დრონების გარეშე უკვე წარმოუდგენელი არ არსებობს. შესაბამისად, მაგასაც კი როგორც იცით, არ არის იაფი გუგუნება. ბევრი ადამიანს არ შეუძლია 15 წლის ბავშვებს და ასე შემდეგ არ აქვს ამის საშუალება, ვაინტერესებთ და მაგის გარდა არის უამრავი სექციას ვეძახით ამ ამას ვთქვათ შიდა ორგანიზაციებს, ეს არის სამედიცინო, სამხედრო, სამთო დრონები და ასე შემდეგ. სადაც ვისაც აინტერესებს, თუ ადამიანს მაგათად ექიმობა უნდა, უკვე ექიმი არიან, ასე შემდეგ, იქ ერთიანდება და იმათ აქვს უფრო უკვე ისეთი სწავლებები, სადაც ეს სამედიცინო კომპონენტი არის უფრო სამხედროზე ორიენტირებული, როდესაც ადამიანს სამედიცინო დახმარება ჭირდება აფეთქებულ ტყვია-მოტყუილზე და ასე შემდეგ. არის ამის მულაჟები, ამაზე ვარჯიშობენ, პლუს არის სამხედრო კომპონენტი, რომელიც უშუალოდ თავდაცვასთან ურთიერთობს, ან თავდაცვის სწავლებებში მონაწილეობს, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებში. საინჟინრო ასევე და კიდევ სამთო, ასე სპორტული სექციები, სადაც თვითონ იკრიბებიან, ვარჯიშობენ და ზუსტად ეგ არის, მართლა თავისუფალ საწყისებზე ადამიანებს აქვთ დაფუძნებული სამბოლოო მიზანი მოხალისეობის რა არის? საბოლოო მიზანი მოხალისეობის არის ის, რომ ქვეყანაში აი ამ პერიოდში, მათ შორის დამწყებით რთულ პერიოდში ადამიანებს შეუნარჩუნოს იმ მონაგარის, ასე ვთქვათ, სიყვარული, რაც თქვია სახელმწიფოებრიობა, იმიტომ რომ თანამედროვეობაში ძალიან ბევრ ქვეყანას ხალხს არ აქვს სახელმწიფო, მათ შორის ჩვენს გარშემოც. შესაბამისად, ჩვენი მიზანი, ჩვენ არ ვართ სამხედრო ორგანიზაცია, ჩვენ ვართ პატრიოტული ორგანიზაცია. შესაბამისად, ჩვენი მიზანი არის ის, რომ ადამიანებს, რიგით ადამიანებს გაუღვივოთ, აი სიტყვა, რომ გაუღვივოთ ქვეყნისადმი სიყვარული. ეს არის მთავარი მიზანი. იმას რომ მე რა ფორმით გავაკეთებ, ეს იქნება სპორტული ფორმა, იქნება თუ სხვა ფორმა, ეგ უკვე ტექნიკური საკითხია, მაგრამ მთავარი მიზანი არის, რომ პატრიოტულ მოტივებზე გავაძლიეროთ ამ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა. და ეს ცხადია არ გამოვა, თუ ისინი არ იქნებიან თავიანთ საქმეში პროფესიონალები. ანუ ჩვენი კარი არის ყველანაირი პროფესიისთვის ღია, ყველანაირი, სადაც რას წავნაკეთებს ადამიანი, მთავარია თავის პროფესიასთან ერთად საერთო საქმეშიც არ დაიშუროს თავის ძალისხმევა, იმიტომ რომ საბოლოოდ, როდესაც კრიზისი იდგება, იქ ტყვია და ჭური და ასე შემდეგ. მტერი არ ანსხვავებს სამხედრო არის თუ სამოქალაქო. ხო, და შესაბამისად ჩვენ არ უნდა ვიყოთ სუსტები. სუსტები არ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ვერ გადავრჩებით და მაგის მაგალითები ძალიან ბევრი არის და ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ამას, რომ ერთეულების ხარჯზე და ასე შემდეგ ვინარჩუნებთ ამ სახელმწიფოებრიობას. კეთილი, დიდი მადლობა.